საღამოშვიდობისა. საერთოდ მიღებულია იმ ქვეყნებში, სადაც არჩევით მოდის ხელისუფლება და არჩევითობაზეა დამოკიდებული ხელისუფლების ბედი, რომ 100 დღის შემდეგ იწყება ხოლმე მთავრობის პირველი სერიოზული შეფასებები და საერთოდაც არსებობს ესეთი ნიშანი და გარკვეული ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად არის ესე დასკვნამდე მისულები, რომ პირველი 100 დღე გამოაჩენს ხოლმე შემდეგ ხელისუფლების ხასიათს. ჯერჯერობით 100 დღე არ გასულა, მაგრამ გავიდა 50 დღე და ჩვენ თანდათან უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ უნდა მივიღეთ, როგორ უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ საზოგადოების კონტროლი ხელისუფლებაზე არის მნიშვნელოვანესი და სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ მოვიწვიე ფსიქოლოგი ზურაბ იგავა საკითხებში ძალიან კარგად ჩახედული, მაგრამ სანამ უშუალოდ ამ 50 დღეზე დავიწყებდა შეფასებას და აქედან დანახულ შემდეგ 50 დღეს მანამდე ბალკონ ზურაბ ესეთი რამე გითხოთ. ჩვენ ძალიან აქტუალური იყო მთელი წინა წელი, შეიძლება ითქვას ძალიან ვიცხოვრეთ ამ გამოკითხვების წნეხის ქვეშ თუ შეიძლება იყო კვირიდან კვირამდე გამოკითხვა, მოლოდინი, პოლიტიკური მღელვარება, აბა ვენდობი, აბა არ ვენდობი, მთელი ამბავი იყო, რეიტინგები იყო ძალიან კონკრეტული ორგანიზაციები. ახლა მე ვფიქრობ და თქვენ მინდა გითხოთ, რომ ხო არ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა შევაფასოთ უკვე 7 გარემოში, რომ იტყვიან გავიდა, შევაფასოთ ის ფირმები, ის კოლევები და ვთქვათ, ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო, რატო მე ვფიქრობ, სულ ცოტა ხანში ჩვენ ისე დაგვჭირდება კოლევები და ჩავდგებით ნორმალურ ქვეყნების რიგში. და ალბათ ერთხელ სამუდამოდ უნდა მორჩეს, რომ იცი რა, შენ ფურცლები გადაწერე, შენ ციფრები შეცვალე, შენ ასე ხარ, შენ ესე ხარ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით. ქვეყანა უნდა იცნობდეს თუ არა თავის გმირებს, ესე იგი ამ დარგში. ეს თემა მართალი ხარ, ოსიკო, არ გაარჩეულა ეს თემა და საბოლოოდ ჩვენ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე, როცა უამრავი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ რაღაცა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკვლევა და ის არ არის სანდო, იმიტომ რომ ისინი არიან დაახლოებული ოცნებასთან, ან პირდაპირ ოცნების დაკვეთაა და ამ შემდეგ. ეს ეხებოდა გამოკვლევებს, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, ჩემი ორგანიზაციაც იღებდა მონაწილეობას. ეხლა მე გულზე მჯერი რომ დავემტყა და ვთქვა, მე ხო ისე ვამბობდი და ხო ისე გამოვიდა რა, არ იქნება ლამაზი. მაგრამ რომ გამოვიდა? ფაქტია და გამოვიდა ესე. თქვენ თუ გახსოვთ და კარგად გახსოვთ, იმიტომ რომ სწორედ თქვენ ეთერში მიდიოდა ძალიან ბევრი გამოკვლევის პრეზენტაცია. ჩვენ ესეთი პროცესი გავიარეთ, ესეთი ცვლილებების მთელი, ასე ვთქვათ, კასკადი გავიარეთ და პირველი გამოკვლევები იყო ძალიან პასუხისმგებელი ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევები, ეგრეთ წოდებული NDI-ის, ასე ვთქვათ, ეს ეპოპეა, სადაც NDI ამტკიცებდა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი და ნაცნობ მოძრაობას აქვს სამჯერ მეტი რეიტინგი, ვიდრე ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, მოძრაობას. ის რაღაც 80%-ამდე ადედა 70%. აი დაახლოებით ესეთი მომენტი იყო. უფრო მეტ გახსოვთ ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგები თარგამაძის ხონდა გაცილებით მეტი ვიდრე ბიძინა. ანუ მე ამბობდნენ მოწონს სხვა რამეს ნიშნავს. კითხების კორექტულობას თავი დავანებოთ. მოწონს მე ამბობდნენ რომ მოწონს არ ნიშნავს თუ რაღაცა და ასე შემდეგ. ეს დეტალებია, მოდი დეტალები გავუშვათ და ჩვენ ვილაპარაკოთ აი ძირითადი მონაცემები, რა თქმა უნდა, მხოლოდ რეიტინგები არ არის. იგი იყო უამრავი ისეთი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებდა, რომ ესენი ერთმანეთთან კორელაციაში არ მოდიოდნენ, ესენი ერთმანეთს არ განაპირობდნენ, პოზიციონირების, ასე ვთქვათ, დამადასტურებელი მაჩვენებლები სულ სხვა რამეს გვეუბნებოდნენ. ყველაზე საინტერესო ფაქტი იყო, ესე იგი ამას ხშირად ვამბობდი ხოლმე, ეს იყო 27% და 8%. ეს იყო ნონსენსი, რომელიც ლოგიკური ნონსენსი იყო. ვისი 27 და ვისი 8? ეს იყო, როცა NDM გამოაქვეყნა თავისი მონაცემები, სადაც 27% აპირებდა ქუჩაში გამოსვლას ბიძინა ივანიშვილის მოწოდებაზე და მხოლოდ 8% ჰქონდა
ზუსტად შეიძლება ციფრები არ მაქვს, უბრალოდ მხოლოდ 8% ქონდა, რომელიც ხარს უჭერდა. ეს იმდენად შეუსაბამო იყო ლოგიკურად და იმდენად შეუსაბამო იყო ციფრობრივად, იმდენად შეუსაბამო იყო სხვა მაჩვენებლების მიხედვითაც, რომელიც იქ ესე იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო მოცემული, რომ უბრალოდ გაკვირვებას იწოდა როგორ მოხდა აი ეს ხო არ არის შემთხვევითი მომენტი. როგორ მოხდა და რატომ მოხდა, რომ ასეთი მონაცემები ესე იგი თვითონ NDI-მ თვითონ დადო. და ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო გახსოვთ NDI-ს ნავარო ესე იგი იყო ყველა ეთერში მას მოუწია კავკასიის ეთერში ძალიან უხერხული ლაპარაკი და არა მარტო კავკასიის ეთერში. მაგრამ რაღაცნაირად ესე იგი ამის ახსნას ცდილობდნენ, ახლა არგუმენტაცია იყო დიდი ბოდიში ყველასთან ვინცაც საწინააღმდეგო სამტკიცებდა სასაცილო არგუმენტაცია იყო, რითიც ესენი ამბობდნენ და ამართლებდნენ აი ამ მონაცემებს, მაგრამ მერე თუმცა დავარო ქართულ ორგანიზაციასაც ეფარებოდა, მე რაღაც მომენტებში იხევდა უკან და ამბობდა რომ ამ მხოლოდ დაუკვეთა და აი ქართულ ორგანიზაციამ გააკეთა. თითქოს არა, ეგეთი ხასიათის გამონათქვამები დავაროს ნაკლებად ახასიათებდა, იცავდა ამ ორგანიზაციას. მაგრამ როგორ მოხდა, კარგი ორგანიზაცია არ ჩაატარა, მაგრამ შეხარ წამყვანი ორგანიზაცია, დამკვეთი ორგანიზაცია და საკმაოდ როგორც მე ვიცი, მათი სტილი, ისინი საკმაოდ მყარად და საკმაოდ სკრუპულოზურად ამოწმებენ, ესე იგი, აი ჩატარებას, ჩატარების კონტროლს, იქ რამოდენიმე დონის კონტროლია და მანამდე ამოწმებენ თვითონ როგორ დგება კითხვარი და საკმაოდ კვალიფიცირებული ხალხია ესე არ არის რომ ესე იგი კვალიფიკაცია აკლიათ ან ჩატარების გამოცდილება აკლიათ, მაგრამ მაინც ესეთი შედეგი მათ გამოაქვეყნეს. მერე მოხდა კიდე ბევრი ესეთი შეუსამართლოა. ამას მოყვა კიდე გრინბერგის გამოკვლევი, რომელიც უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით კეთდებოდა. იქ ერთი ხარისხით უფრო მაღალი შედეგი იყო მოცემული ნაციონალური მოძრაობის თან მიმართებაში, იქ იყო 64%. ეს იყო თითქმის არჩევნებს მიტანებული ვიყავით უკვე. თლათ არჩევნებს მიტანებული არ ვიყავით. უკვე იქ სურათი, ხა მიცგავდეთ, იქ სურათი უკვე უნდა გამოჩენილიყო. ესენი აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ანუ თქვა იმისა, ახლა ამ ორგანიზაციები თუ იტყვიან, ახლა ეს ამ დამატებით სასაცილო არგუმენტი იქნება, რომ შემდეგ შეიცვალაო, ვითარებაო. კი, არა, რაღაცა შეიცვალა ცხადია. პროცესი დინამიურია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით არჩევნების წინ პროცესი იცვლება და შეიძლება ესე იგი იყოს 10%-იანი ვარდნაც კი, ან 10%-იანი ავარდნაც კი, ესეთი მომენტები, ესეთი ბიჯები ხდება ხოლმე, ესეთი სიტუაციები, მაგრამ აი სტაბილურ სიტუაციაში სანამ მოხდებოდა ეს სიხის ასე ვთქვათ ინფორმაციის გავრცელება და შემდეგ აი მანამდე ანკორული ასე ვთქვათ ზემოქმედება იყო, სერიოზული ზემოქმედება, მანამდე ეს სტაბილური სურათიც ესე იგი იყო სრულიად განსხვავებული და მახსოვს რომ როცა ვთქვათ ჟიჟილაშვილთან გამოვიდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი და მან მოიტანა რაღაცა გარკვეული შედეგები, ამაზე ატყდა სერიოზული აჟიოტაჟი, რომ როგორ აი ესეთი განსხვავებაა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმით განპირობებული, რომ მასთან არის დაკავშირებული ის ხალხი, ვინც ქართულ ოცნებასთან ჩემი გვარიც კი იყო რამოდენიმე კონტექსტში ნახსენები, აკო მინაშვილმა მახსენა, დიდი პატივი იყო ჩემთვის და გაგზელება ამას ჰქონდა ისეთი, რომ ეს არის შეკვეთილი გამოკვლევა. აღმოჩნდა ყველა ლოგიკის მიხედვით, ყველა დასაბუთების მიხედვით, რომ ეს გამოკვლევები იყო რეალური. ამის შემდეგ იყო ფორსას გამოკვლევა. და მე უკვე გითხრათ, ეხლა ცოტა საიდუმლო რაღაცა გითხრათ, ფორსა და ფორსას მკვლევარები და იგივე ოქსფორდის მკვლევარებიც ძალიან თავშეკავებულნი იყვნენ. როცა შეიძლებოდა იქ რაღაც გარკვეულ მოსაზრებებზე, ტენდენციებზე ლაპარაკი და ტენდენცია აჩვენებდა იქ რაღაც გარკვეული манипуляция იყო ჩატარებული, როცა ვთქვათ ჩვენ იმის გარდა რომ ჩვენ კითხვის მონაცემებს ვღებულობდით, კიდე ჩვენ ვღებულობდით მონაცემებს ინტერვიუერები რამდენად აფასებენ, რამდენად გულწრფელები არიან ადამიანები, რომლებიც პასუხობენ ამა თუ იმ კითხვას. და ეს მონაცემი კიდე დამატებით ბევრ ქულას მატებდა ქართულ ოცნებას. და ეს იყო რეალობა და ამას ჩვენ ვხედავდით ყოველდღიურობაში. და ჩვენ დარწმუნებული ვიყავით ამ შედეგების ესე იგი სრულიად
სისუფთავეში და უბრალოდ ჩვენ განცხადებაც კი გავაკეთეთ, რომ ჩვენ მზად ვართ გამოვაქვეყნოთ პირადადი მონაცემები, ესე იგი ფაილი, სადაც პირადადი მონაცემებია მოწვეული და ნებისმიერ სტატისტიკის მწოდნე მოწინააღმდეგეს ოპონენტს შეუძლია ესე და ვთხოვეთ, რომ ესე იგი სხვასაც გამოიქვეყნებინა ასეთივე მონაცემები, მაგრამ ამის ასე ვთქვათ უკუშედეგიან უკავშირი ჩვენ ვერ მივიღეთ. სხვა შეზედია ის მიმართ არაერთ გზის გამოითქვებოდა, რომ მას დაეცვა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არის დაცული, იცავენ ესეთი ვინც სოციოლოგიას ატარებს, რომ ის პირველადი მასალა გამოქვეყნებული იყო, მათ შორის ამერიკაშიც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, რამდენადაც მე ვიცი, ხო? იცი რა ვასიკო არ არის ყოველთვის ესე რომ იგი პირველად მონაცემებს როგორც წესი არ აქვეყნებენ ეს სპეციფიურმა სიტუაციამ განაპირობა ესეთი წინადადება რომ მოდით ესე იგი საბაზო მონაცემები გამოვაქვეყნოთ თორე საერთოდ როგორც წესი საბაზო მონაცემებს არ აქვეყნებს არც ერთი ორგანიზაცია პირველად მონაცემებს ის თავის პრესტიჟს უფრთხილდება და თავის ბაზარზე მუშაობს აი ახლა მაშინ ასე ვთქვა როდესაც ჩვენ რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ ესეთ კითხვა მინდა მოგხდეთ ეს თემა რაღაცნაირად თუ არ ამოვწურულოთ ეს თემა უნდა გაიხსნას და ამაზე დაუბრუნდეთ ჩვენ ცოტა ხანში დაგვჭირდება ისევ ეს კვლევები და იგივე თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ჩვენ დიპლომატიის გარეშე ამჯერად მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე ვიღაცამ სიმართლე ხონდა თქვას ეს საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც ესე დაჟინებით ცდილობდნენ რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ჩაედო ის მონაცემები რასაც ისინი დებდნენ თვითონაც შემცდარები იყვნენ თუ ისინი გაზრახ მე ამას ხავს უსვამ ცდილობდნენ რომ გაზრახს შეცდომაში შეყვანათ ადამიანები ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ გზადება კონსულიუმი და ჩვენ სტუმარია ბატონი ჟურაბი გვავა და ჟურაბ ჩვენ საუბრობდით და ესეთი კითხვა დაგისვით შეგახსენებთ რომ კი გახსოვთ რომ მაყურებელს შევახსენებ რომ ეს ორგანიზაციები საერთაშორისო ის კვლევები როცა აღმოჩნდა რომ ასე ვთქვათ ძალიან შორს იყვნენ სიმართლისგან ის შედეგები ეს მოზდიოდათ მათ ვთქვათ ნებსიეთ უნებლიეთ ესე ვთქვათ მე მინდა ვიფიქრო რომ ეს იყო უნებლიე და მე მინდა ვიფიქრო რომ ეს იყო რაღაცა არ ვიცი გარკვეული შეიძლება ხელის დადება ძალიან რთულია ამ სიტუაციაში შეიძლება შეცდომა იყო ეს სერიოზული შეცდომა შეიძლება გამარტივებდა სიტუაცია ბატონო ამოცანას როცა ამოხსნეს ადამიანი აი ბავშვობაში ამოგვიხსნია სკოლაში ხსნიან ესეა და მათ ამოხსნეს რამდენიმე ამოცანა ჩვენ უყურებთ ამ ორგანიზაციებს და პასუხი არა მარტო ვერ მიიღეს 10 ბურთი 10 და ყველას და ყველაფერს ესე იგი რო იტყვიან პასუხი 10 და ყველას და ეხლა აქორი რამე რასაც ვთქვით ესე იგი არაპროფესიონალები არიან ხო ამ ასე ვთქვათ ეს ხო საკმაოდ ზუსტი მეცნიერება იგივე თქვენ ამ კვლევარებისგან არის ესე ვთქვათ ხო 2 წლის განმავლობაში რაც ბოლოს აქტიურად იყო ეს ორგანიზაცია დებდა სხვა შედეგებს ანუ 2 წლის განმავლობაში ცდებოდნენ წესით 95% ალბათობით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს ეს შედეგები ერთმანეთს და 5% მაქსიმუმ რო ესე იგი იყოს პატარა გადახრა ესე იგი თუ იმ რაოდენობაზე აკეთებს სტატისტიკის კანონებია და ესე უნდა იყოს წესით მაგრამ ხო გეუბნებით არა აქ ბევრი მომენტი შეიძლება იყოს და ერეოდეს ერთ-ერთი მომენტი შეიძლება იყოს ესეთი, რომ ეს იყოს დაკვეთა და დაკვეთა იქ ვიღაცა თავის თავზე აიღო და გააყალბა, ასე ვთქვათ, მონაცემები. არც ესეთი რამეა გამორიცხული, ეს მსოფლიო პრაქტიკაში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ არის მეორე მომენტი, რომ ზეწოლის შედეგად შეიძლება ადამიანმა ისეთი კომპილაცია გააკეთოს ამ კითხვების და დათვლის ისეთი რაღაცები თქვას, რომელიც თვითონ აწყობს და არ თქვას ის რაც თვითონ არ აწყობს. ამ შემთხვევაში ტყუილის თქმა არ გამოუდის, მაგრამ სიმართლის თქმა ბოლომდე არ გამოუდის. მე ვფიქრობ, რომ აი უფრო მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა ინდიაზე ლაპარაკიან არ გამოუდის. ხო, შეიძლება იქ იყო რაღაცა გარკვეული მონაცემების უგულვებელყოფა და რაღაც გარკვეული მონაცემების წინაპლანზე წამოწევა, მაგრამ რაც შეეხება ცალკეულ ორგანიზაციებს, რომლებმაც აშკარად ესე იგი ვთქვათ, ძალიან განსხვავებული შედეგი დადეს, რომელიც არც ერთ
სტანდარტში არ ჩადის და თუნდაც აირაის და თუნდაც ენდიაის სტანდარტში არ ჩადის და ამ შემთხვევაში მე მიჭირს ლაპარაკი იმაზე რომ იყო პატიოსანი გამოკვლევა. მე შეგახსენებთ ერთ მომენტს და შემდეგ კითხვას დაგისვამთ, როდესაც არჩევნების დღეს უკვე შედეგების და არჩევნების იმ დღეს და ლიდერები გამოდიოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ისინი რა შედეგებსაც აცხადებდნენ, ეს შედეგები შეესაბამებოდა იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც მანამდე იდებოდა. იმის შესაბამისი იყო, ეს ახლა რა იყო, ესე ვთქვათ, ტელეპათიის გამოვლინება იყო, თუ მაინც რაღაცნაირად ესეთი კორელაციაში იყვნენ ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ისინი ითვალისწინებდნენ იმ კვლევის შედეგებს და როგორც წესი, ისინი პერმანენტულად ატარებენ ამ კვლევებს. პერმანენტულად უტარებენ. ანუ ეს კვლევა იყო სინამდვილეში შესამზადებელი რამ სიტუაცია. იმის სიტუაცია კი იყო სურათისა. მე ესეთი შთაბეჭდილება შეხვდა. ხო, სხვანაირად დასვია საკითხი. გასაგებია, ხო, რომ არა სურათს ხატავდა. ორი ტიპის, აი რომ დაშვებების დონეზე ლაპარაკობთ, ორი ტიპის დაშვება შეიძლება ამ დროს აღდგენას. რომ კვლევა კეთდებოდა იმისთვის, რომ შეამზადოს მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრი, შეამზადოს იმისთვის, რომ ესია საქმე და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, ესე იგი პიარის, კვლევის გამოყენების არა კეთილსინდისიერ პიარში შეიძლება ასე ითქვას. და მეორე როცა ესე იგი შენ კვლევას აკეთებ და კვლევის მიხედვით რაღაცას ვცდილობ, რომ კვლევით გაამართლო რაღაც გარკვეული შედეგები, ხო? მაგრამ არ გამოვიდა არც ერთი და არც მეორე. ეს არის აუცილებელი. ახლა ერთი კითხვა და რაღაცა. არ გამოვიდა. დიახ. ეხლა რაღაცა გამოვიდა ეს კითხვა. პასუხი გაუცემელია გარკვეულწილად. ხო არ გაცემდეთ პასუხს. ცირა გამიჭირდება მაგაზე პასუხი, როგორც ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბოლოს დაინახეს, რომ რეალური სიტუაცია მართლაც განსხვავებულია და ამის უგულებელ ყოფა არ შეიძლება. მე უფრო მეტსაც გეტყვით, ესე იგი, ჩვენი კვლევის შედეგები ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ რამოდენიმეჯერ გადაამოწმა განსხვავებული კუთხით. ესე იგი, ცითა იმათაც ჰქონდათ რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, ცირა ეჭვს ვერ ვიტყვი, რომ ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ მათ უნდა დარწმუნებული იყვნენ იმ შედეგებში, რაც მიიღეს. და ეს შედეგი სხვადასხვა სიტუაციაში, რომ სხვადასხვა კვლევითმა ორგანიზაციებმა ერთდროულად დადეს, ამან დაარწმუნა ეს საერთაშორისო ორგანიზაციები და არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციები, ეხლა სრულად გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კვლევით ორგანიზაციებს, ან საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს პირველ რიგში საინტერესებდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და იქაც არასწორი ინფორმაცია მიდიოდა. არა მარტო. დიახ. არა მარტო, ეს აინტერესებდა ევროპულ სტრუქტურებს, რომელიც ჩართული არიან ამ სიტუაციაში და ჩართული არიან არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ დემოკრატია როგორ განვითარდება ქვეყანაში, არამედ იმ თვალსაზრისით, როგორი სტაბილური იქნება ეს რეგიონი და ასე შემდეგ. ნამდვილ რეალ პოლიტიკას ასაც ეძახიან, რეალ პოლიტიკით არიან დაინტერესებული და რეალ პოლიტიკა კიდე აგებულია, როგორც ამ იმ პერიოდში მით უმეტეს, ესე იგი ძალიან ბევრი რამე ხდებოდა მსოფლიოში. გახსოვს შენ მთელი სიტუაციები იყო ეგვიპტეში, იქ და ამანაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა უჭერს და მაინც აი მიუხედავად იმისა, რომ რეალ პოლიტიკა ახსენე და დედამიწაზე, ესე ვთქვათ, ხარი რო უბერავს, ის ბრგვალია დედამიწა და ყველასთვის უბერავს. ახლა პირდაპირ არ არის დღეს მით უმეტეს ამას არ ვაპირებ, მაგრამ რასაკვირველია გამოძახილს თუ არ დავარქვევთ, იმ კონტექსტში ჯდება არაბული რევოლუციების, არაბეთის ცვლილებებისას საქართველოში მოუხდარით ცვლილება, როცა ადამიანებმა რაღაცა, ესე ვთქვათ, ადამიანებმა თქვეს უარი რაღაცებზე. აღარ გვინდა ჩვენ ავტოკრატია. ამ თემით იყო სხვა ვითარება როგორ მოხდა. და როცა რეალ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, თუ არ იყვნენ ეს საერთაშორისო იგი ევროპული ქვეყნების ადმინისტრაციები ამერიკის ნამდვილი ინფორმაციის მიღებით, თუ მაინც უნდა ვივარაუდოთ შეთქმულების თეორია, რომ მათ ქონათ რაღაც სხვა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა მოსახლეობის რეალურ გაწყობას. მე საიდუმლო ინფორმაციაზე ცხადია, ასე იგი ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქონდათ ესეთი ინფორმაცია, მათ როგორც წესი ამის განსხვავებული რასაც ჩვენ ხედავდით. რასაც ჩვენ ხედავდით, რასაც ჩვენ გვაჩვენებდნენ. და ეს ინფორმაცია მათ აქვთ, გასაგებია. თუ გახსოვს შენ, ესე იგი საოცარი კაი ფილმი იყო კონდორის 3 დღე, ამერიკული ფილმი იყო შესანიშნავი. აი ესეთი ტიპის, ეს კი მარტო
ფილმში კი არ არის, რეალურად არსებობს ასეთი ორგანიზაციები, რომელიც აკეთებენ კონტენტ ანალიზს, მაგალითად პრესის, კონტენტ ანალიზს ადამიანების ურთიერთობის ერთმანეთთან, არაფორმალურ სიტუაციაში. და ასეთ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მოგროვება არც თუ ისე რთულია დღევანდელი ტექნოლოგიის სიტუაციაში. და ეს სხვადასხვა მხრიდან მოსული ინფორმაცია ერთ ცენტრში თუ ეს ყველაფერი შეიკრიბება, იძლევა ძალიან მიახლოებულ სინამდვილესთან დასკვნის გაკეთების საშუალება. და მოკლედ ახლა ჩვენ თანდათან ეს თემა შევაჯამოთ და მე განსაკუთრებით დატო დაუთმე ყურადღება ამით გადავდივარ მეორეზე, მაგრამ ეს ორგანიზაციები ახლა ჩვენ ორჯერ ვახსენეთ, რომ აირაი და ინდია ისინი იყვნენ პოპულარულები, მათ თვითპოპულარობა მოიპოვეს და მათ სხვა ორგანიზაციებიც ბევრია. განსაკუთრებით მათ თავის ვალად ჩავთვალეს, რომ ეს სოციალური კვლევები, ესე ვთქვათ, ეტარებინათ და აი ამით დაახსოვეს ძალიან მოსახლეობას თვალი, თუმცა სხვაგან მაინც ეს ორგანიზაციები თურმე არ არიან ამ კვლევებით ესე პირდაპირ დაკავებული. მე რაღაცნაირად შეიძლება ითქვას პოლიტიკური წინათგზნობა თუ შეიძლება რომ ეს ორგანიზაციები ამას გააგრძელებენ ამ კვლევებს. ამდენად ცნობილია NDA ახლა აკეთებს. აკეთებს, აი კიდე კარგი, ესე იგი კიდე უფრო დროულია ეს კითხვა და როგორ ფიქრობთ თქვენ, აი თქვენ როგორც სოციოპროფესიონალი ამას ჩახედული და როგორც მოქალაქე. აი ეს კვლევა რო კიდე ერთხელ დაინდება, ჩვენ როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს ამის მიმართ. ეხლა ერთი ვთქვათ, ესე იგი ჩვენც ესე ვთქვათ, დავიცვათ დიპლომატია და ვთქვათ შესავალი რომ NDI ასეთი ორგანიზაცია ისეთი თუ ეჭვით უნდა იყოს. თუ ეს ხო არ იქნება ისევე პროცესების რაღაცნაირად დახატვის სურვილით, როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენ ეს კვლევა? მოგვეწონება და დავიჯეროთ, არ მოგვეწონება არ დავიჯეროთ? იცი რა, ასე ვთქვი, ჩვენ ახლა ბრალდებელები არა ვართ და ჩვენ როგორი სიტუაციაა? საზოგადოება აფასებს ყველა ორგანიზაციის კვლევის სანდოობას იმის მიხედვით, თვითონ რა გამოცდილება შეიძინა. არის დღესაც საზოგადოებაში, ჩვენ საზოგადოებაში არის ნაწილი საზოგადოების, რომელსაც დღესაც ჯერა რომ NDI-ის კვლევები ან იგივე გრინბერგის კვლევები იყო ყველაზე ზუსტი და მერე მოხდა რაღაცა ისეთი, რამაც ეს ყველაფერი დაანგრია და სულ სხვანაირი შედეგები მოიტანა. დღესაც ჯერა ამ ხალხს. მე მაგალითად ჩვენ ვიცით ბევრი სიტუაცია, სადაც ადამიანები თავის წმენაში სულად აბსურდულ რაღაცებს ეს ჩვენ თვალწინ ხდება და ჩვენ საზოგადოებაში ამას ეს მაგალითი გაგახსენებთ NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით. ხო, ნუ ესე თქვა, რემინისცენცია ვარიანტია, ნუ გააკეთებენ კვლევას, დადებენ ამ კვლევას და იმის მიხედვით ესე იგი რამდენად ადამიანი ხო ხედავს თვითონ გძნობს, ადამიანი ყველაზე კარგად აფასებს სწორედ აფასებს რა სიტუაციაში ცხოვრობს თვითონ. ჩვენ ხო ვიცოდით რომ ეშინოდა ამ ხალხს. მე ვამბობდი სულ ყოველთვის ესე იგი მოდი რეკლამაზე გავიდეთ, აქ ერთი ცარიეთი გახსენებაც არის ერთი სუიზარით ველი არის და ველი არის გაჭუჭყიანებული არ არის ესე იგი სტანდარტული ველი და შემდეგ და ამაზე იყო დიდი ამბები ესე იგი ხო ეხლა მინდა კომპლიმენტები თქვა რა მე სხვა ორგანიზაციებისთვის რატო არ იყო გაჭუჭყიანებული რომელმაც ესე ვთქვა არსებულთან დადო ესე იგი მაინც შესაძლებელი რაღაცა ყოფილა ეს საქმე ხო რეკლამა და რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ გრძელდება კონსილიუმი და ჩვენ საუბრობთ საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოებრივი აზრის ტექნოლოგია, შექმნის ტექნოლოგიაზე. ანუ ესეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა ერთია, როცა სწავლობს საზოგადოებრივ აზრს, მეორეა, როცა არწმუნებს საზოგადოებას, რომ რას ფიქრობს. ხა ჩვენ გამოკითხვებზე საუბრობდით, ეს ერთ-ერთი ფორმაა ხომ შესწავლის და რატომ ეს ამის გარეშე ჩვენ გავიდა 50 დღე, გავა 100 დღეც და ნუ კიდე გავა 200-ის და მაგრამ ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება ცოდნა იმისა, რას ვფიქრობთ. აი რას ვფიქრობთ იმ პროცესებზე, რაც მიდის და შემდეგ ეს ვინმეს უნდა თუ არ უნდა, გარკვეულ რეაგირებებს ეს მოიწევს. და მე ვსაუბრობ, ხომ არ იქნება ეს ასე შემდგომი ეს გამოკითხვები ახალი манипуლირებების, ასე ვთქვათ, შედეგები. მით უმეტეს აი არსებულ PR ბრძოლას თქვენ ვერ ხედავთ? რომ მიდის სერიოზული PR ბრძოლა. რა თქმა უნდა, როგორ ვერ ხედავ. ეს PR ბრძოლა ყოველთვის მიდის. თუ არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს, ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, ორი კონკურენტი იყოს, კომერციული კონკურენტი, ისინი ბრძოლას აუცილებლად წაწარმოებენ, თუნდაც ამის, ასე ვთქვათ, გამოხატულება მაინდა-მაინც ძლიერი არ იყოს. მაგრამ აქ სულად ნათელი სიტუაციაა. და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოიყურებიან ამ ბრძოლაში საკმაოდ ორგანიზებულად და ისინი აგრძელებენ იმავე პრინციპებით მუშაობას, რასაც აგრძელებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მათ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული, შენ კარგად იცი, ვასიკო, ვორუმი, ესე იგი ომის ოთახი, სადაც ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ისინი იღებდნენ მესიჯების სისტემას შეიმუშავებდნენ, ну, იქ მთელი რიგი ასე ვთქვათ, манипуляციები და ტექნოლოგიები იყო ჩართული. PR დისციპლინა PR დისციპლინა მაღალ დონეზე, მაგრამ
მე ჩემი გადასახედიდან ეს PR დისციპლინა ხანდახან ბუმერანგის ეფექტით უკან უბრუნდებათ ხოლმე მას. დღეს ერთ ნაციონალური მოძრაობის უწინდელ წარმომადგენელთან მქონდა რადიოში, ასე ვთქვათ, დებატებისავით გამომივიდა და ერთ-ერთ ფრაზაში მან თქვა ზუსტად ის ფრაზა, რასაც იმეორებს ყველა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნებისმიერ გამოსვლაში ტელევიზიაში. აი რომ ამბობდნენ, რომ ესე იგი საქმე უპირველეს ყოვლისა მის მეტისარგებელი ხალხს და შემდეგ ეხლა ზუსტად იმავსვე იმეორები. აგერ თქვენ ყავთ პროკურატურა, აგერ თქვენ ყავთ ხელისუფლება, თქვენ ყავთ პოლიცია, გამოიძიეთ, დადეთ და თუ დაასაბუთებთ, კი ბატონო, ვინ არის წინააღმდეგი დაიჭირეთ. ეს არის ესე იგი ესეთი კონსტრუქცია აგებული, რის მიხედვითაც რითიც ისინი მოდიან ესე იგი აი ამ არგუმენტაციაში და რა ხდება, ესე იგი ეხლა ვითარება როგორია. ეხლა რომ დაუშვათ ადამიანი დააკავო და საჯელახსრულების ორგანიზაციაში შეიყვანო, არა, ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება. ისეთ არასერიოზული და არაარგუმენტირებული, მე ვამბობ, იურიდიულად არაარგუმენტირებული დასაბუთებით თუ ადამიანი დაიჭიროს, აღმოჩნდება, რომ შენ იგივე ხარ, რაც ნაციონალური მოძრაობა. აბა შენ რატომ მოგეცინე ხმა, ამბობს ამორჩეველი. თუ შენ იგივენაირად მოიქცევი, თუმცა საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ნაწილი, ეს ყოველთვის არსებობს საზოგადოება, რომელიც ამბობენ დაიჭირეთ, ხო იცით რომ ესეთი რაღაცა გააკეთა. დაიჭირეთ და ჩასვით როგორც გინდათ. ნაციონალური მოძრაობის მოსვლის დროსაც ამბობდნენ საზოგადოების ერთი ნაწილი რომ როგორ ესენი კურდები არიან, ესენი ისინი არიან, ნებისმიერი გზით დაიჭირეთ, ჩასვით ციხეში და არ იყვნენ წინააღმდეგი, რომ ზოგიერთისთვის იარაღი ჩაედოთ, ზოგიერთისთვის ნარკოტიკი ჩაედოთ, ან იმ შვილისთვის და მე ეს საპროცესო შეთანხმებები მე არც ვიცოდი, თურმე თვეში დაახლოებით 100-დან 200 მილიონამდე შემოსავალი ბიუჯეტში აქედან მოდიოდა, ხო? მაგრამ რა მოხდა, იცი ვასკო, ესე იგი ეს სახელმწიფო გახდა, სახელმწიფო კურდების ინსტიტუტი შეიქმნა, სადაც ირჩეოდა საქმე და ფული კურდებსაც რჩებოდა და იქ რაღაცა გადანაწილდებოდა თითქოს სამართლიანად. დღეს ესე იგი სახელმწიფო მაიღო ესა და ის ვერ მიხვდა, ხელისუფლება ვერ მიხვდა იმას, რომ კრიმინალი თვითონ გაჩნდა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობის და მთელი ამ ხალხის, რომელსაც 2003 წელს მე მართალი არ ვიმიცია, მაგრამ 2003 წელს ხმა მიცა ხალხმა და ხმა მიცა საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხმა. ადამიანებს ჯეროდათ, რომ ესენი ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებდნენ. უფრო მეცაც გეტყვი, თვითონაც ჯეროდათ ამათ, რომ ამით სიკეთეს აკეთებდნენ. აი მერე გარკვეული მეტამორფოზა მოხდა, იმიტომ რომ დაინახეს ფული, რომ იგზნეს ფულის გემო, რომელიც ესე იგი უკონტროლოდ იხარჯებოდა, არა, მერე უკვე იქ გაჩნდნენ უკვე სხვა ფუნქციის მატარებელი ხალხი. ძალაუფლებისგან გარყვნილობა. ძალაუფლებისგან გაიყვნენ და არა მარტო ძალაუფლებისგან, კრიმინალური ქმედება, თუნდაც კეთილშობილი საქმისთვის ჩადენილი კრიმინალური ქმედება, კრიმინალად აქცევს ადამიანს და აღმოჩნდა, რომ ესე იგი ხელისუფლებაში ყავს უამრავი კრიმინალი. დღეს ლაპარაკობენ, აი ყავთ პროკურატურა. აღმოჩნდა, რომ კბილაშვილის გამოსვლა მოვიცინე არცივ კბილაშვილის და თქვა ესეთი რამე, ჩვენ 7 პროკურორი ყავს. ეხლა შეიძლება ცოტა მეტია. იმედია, რომ ცოტა მეტია და კვალიფიცირებული პროკურორების პრობლემაა, კადრების პრობლემაა. მით უმეტეს ძველ პროკურორს ვერ დანიშნავ იმ საქმეზე, რომელიც ესე იგი თვითონ გამოსაძიებელია, ხო? ამიტომ ეს პრობლემაა, ესე იგი პროკურორების. ესე რომ მე ესეთი განცდა მაქვს, მე არა მაქვს იმის განცდა, რომ რაღაც კატასტროფული ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ეს დაარეგულირდება, ნელ-ნელა ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება, იქნება გამოძიებაც აუცილებლად. დღეს კობა ბექაურის ასე ვთქვათ მაგალითმა მე დამანახა, რომ ეს გადამდები იქნება ეს მაგალითი და ძალიან ბევრი ხალხი გააკეთებს აღიარებით ასე ვთქვათ ჩვენებას ყოველგვარი ზეწოლის და ყოველგვარი იარაღის და ნარკოტიკის ჩადენის. აქ უპარტყობენ გადამდები ის არის ესა რომ ეგეთი რაღაცა რო ხდება, მე ორგანიზებულად თავმეხობა. აი დღეს ერთი ხელობა ქონდათ ლოზუნგი, ეხლაც აქვს ალბათ დღეს ჩვენ ახალაიები ვართ. იძახეთ გასულს სოლიდარობის. ეხლა შეება გაჩნდეთ დღეს ჩვენ ბექაურები ვართ ესეთი ის გაუჩნდეთ ეს სოლიდარობის. და ნუ მოხსნა ამას გულისხმობ მოხსნა. ეს იუმორია ალბათ, მაგრამ დღეს ჩვენ ბექაურები ვართ, ამას გაუჭირდებათ ამების თქმა. რამოთული მისაღები ადამიანისთვის დღეს ბექაურობა, თუნდაც იმ როლში, როგორც ბექაურს დღეს ქონდა. მე მეორე რამეს ვამბობ, ახალაიები ვართ, ძალიან
ძალიან მცირე ნაწილმა თქვა ხალხის. მათ რომ ესე იგი შეკრება უნდა ხალხის საპროტესტო მიტინგის გაკეთება, რამდენი ადამიანი მივიდა სულ, რამდენი 200 ადამიანი არ მოგროვდა, გამიგე? შიშის გამო შეიძლება ვიღაცა შეეშინდა, მაგრამ არ მოგროვდა ეს ხალხი, გამიგე? იმიტომ ამ ხალხს ახსოვს, რომ ეს არასამართლიანი კრედებები ტარდებოდა და ამას ატარებდა ეს ხალხი. და მაინც აი საზოგადოებრივ აზრზე ვსაუბრობ ჩვენ შეხვდაზე და მე ალბათ თუ არა გამიჩნდა მე ეს დღეები, ეს თვეც არის ვაკვირდები ამ სფეროსთან მათ ხო ახლოს ახლა უყურებ რა იწერება რა იქნება. რამდენიმე არის აი ეს დისციპლინა გავდა რაცაც ბიზანიმართულად ურტყავენ და ამას აქვს გამოძახილი საზოგადოებაც. ეხლა ლობისტური კომპანიები არის არ არის ლობისტური ესე ვთქვათ ერთწუთი გადავდოთ მაგრამ აქვს გამოძახი ერთი არის რამდენიმე ბრალდება მას იმეორებენ რომ ეს რაც არის ეხლა ახალი ხელისუფლება ღალატობს ევროპულ ფასეულობებს და იქ არის რაღაც გარკვეული ფობიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე არის მასობრივი პოლიტიკური დაპატიმრებები და სულ გადაწყვეტილი ამას იმეორებენ და ამაზე მსჯელობენ ჟურნალისტები და ექსპერტები თუმცა რა იგულისხმება ეს მე ვილაპარაკოთ ეს ათეთაოდ რადგან ამ მასობრივი დაპატიმრებების უკან ესე ვთქვათ სინამდვილეში და გადაუწეს ვინ რა ტიპის ხელისუფლება ლაპარაკობს დაპატიმრებების განუწყვეტლივ ხმაურობს რომელიც მისი საფირმო საფირმო ნიშანი იყო და გამოტენა ციხე და ეს არ დატოვა ძალიან საინტერესოა ზეწოლა პრესაზე და ესე ვთქვათ ცივილკივილი ამასთან დაკავშირებით აი რაღაც ესე ვთქვათ მიზანმიმართული ვითარება მიდის და თანამდებობიდან გაშვება აი ეს იგრძნობა მე მინდა დააკვირდე თუ არ არის აი ეს იგრძნობა აი ესე თითქოს აი მოთახში თითქოს კი ესე იქნება იმ მოთახში მიიღეს გადაწყვეტილება რომ აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ აი ეს 4 თემა და ადამიანები გავაჯეროთ ხაერი და მერე დავაჯეროთ და როცა მე იმ კვლევას გულისხმობ მე მაგალითად ძალიან დამაინტერესებს რომ აი ხლა კორელაციაში რამდენად მოვა ის მოსალოდული კვლევა რომელიც მე არ ვიცოდი აი ამ თემებთან თუმცა ჩვენ ვიცით რომ ის სკოლის დირექტორები ისევ ისე არიან, ბევრი ადგილას ძირითადად ესე ვთქვათ, აი შენარჩუნებულები არიან და აბსოლუტურად ტყვილად კარგად რო იტყვებს შვიდათ არიან, მაგრამ მე ამ წუთში საზოგადოებრივი აზრისთვის მაინტერესებს, რამდენად არის ეს თემები, წინასწარ როცა ვამბობ, ხო გვაქვს ჩვენ პროგნოზის უფლება. აი ესეთი ტიპის თემები და კიდე რამდენიმე თემა, რამდენად მოვაკვლევებთან და რას ეთქვია საზოგადოებას, თქვენ ასე ფიქრობთ? ხო, ნახლა ვარაუდებს ძნელია ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება ხო რომ ეს კორელაციაში მოვიდეს რაღაც გარკვეულ წილთან და მაშინ ჩვენ ვიბჟელებთ და რაღაც დასკვნებს გავაკეთებთ. მაგრამ მე მინდა ვასიკოსგეს თამე გითხრა რომ რეალურად ესეთი გამი არ ხდება. რეალურად ესე იგი ივანიშვილმა განაცხადა და ძალიან მკვეთრად განაცხადა რომ ჩვენ არ დავიწყებთ ესე იგი ხალხის მოხსნას და თუ ვინმე პროფესიონალი ემად ხელს არ ვაკლებთ. ეს ამ ხალხმა ვისაც ეხებოდა ძალიან კარგად გაიგო. ამან იმუშავა და რეალურადაც ესე არავის ხელს არ ყიდებენ. ესე იგი ვინ მოხსნეს? მე მართლა ძალიან ცოტა ხალხი ვიცი, ვინც მოხსნეს. თავისი twin წავიდა და თავისი twin საზღვრად გაიქცა, ეს კიდე მეორე თემაა და ეგ საინტერესო დასკვნები შეიძლება აქედან ძალიან საინტერესო დასკვნები გაკეთდეს, მაგრამ მეორე ვითარებაა რა, რაზე წოლაზეა ლაპარაკი და კიდე ერთი საოცარი რამეა, რომ ესე იგი ჯერ კიდე მთავრობა არ იყო დანიშნული. დანიშნული, აი რეალურად მთავრობა არ შეკრებილა არც ერთხელ და უკვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რატო არ სრულდება ის დაპირება, რატო არ მოხდა ის, რატო არ მოხდა. პირველ ხტობაზე თუ გასულ სოფლის მეურნეობაზე წუხდა ის კახეთის დეპუტატი ვინიაშვილი წუხდა, რომ რატო ხდა არ მიმდინარეობსო. ნუ ესეც ბუნებრივი აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ეს არის სტრატეგია, ტაქტიკა გარკვეულწილად და გარკვეულწილად სწორი ტაქტიკა. ამ შემთხვევაში მოცემულობა ისეთია, რომ მათ ეს ტაქტიკა უნდა დღეს მერაბიშვილს აი პრესასთან დაკავშირებით განუცხადები ესეთი ამერი ჩვენ შეცდომები დავუშვით და ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ისო რომ ჩვენ საზოგადოებასო თავის ენაზე არ ველაპარაკებოდით ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ნაციონალური მოძრაობის თითქოს ჩემი ოპონენტი დღეს ასე იგი დაახლოებით ეგეთივე რაღაც ამბობდა რომ მერაბიშვილიო მეო დავესწარიო რამოდენიმე მის სხდომა როგორ მიყავდაო და ისე ზუსტად აკეთებდაო მიზანმიმართულად შენიშვნებს მინისტრების მიმართ არავის არ ინდობდა და ეს იყო ძალიან საქმიანი და ძალიან მენეჯერული სიტუაცია მენეჯერული თვისებებით ახსავსი ადამიანია კაცო გამახსენდა ეხლა რა თქმა უნდა არ პარალელს არ ვავლებ მაგრამ ბერიასნაირი მენეჯერი საბჭოთა კავშირს არ ყოლი 600 მილიონიან ქვეყანას 600 არ იყო თლად ნუ
ის გულისხმობ თავის სატელიტებიანად. ყველაფრიანად გულისხმობ, ესე იგი 600 მილიონი აი ამ გაერთიანებას მან ატომური ბომბი მოუტანა, შექმნა სრულიად ახალი წარმოება და ეს გააკეთა ძალიან მაღალ დონეზე. იმის შემდეგ ესე იგი ათეული წლები ბერიას მენეჯერულ თვისებაზე ლაპარაკობდა მთელი, ასე ვთქვათ, ის ელიტა, საბჭოთა ელიტა. მაგრამ მეორე სულ წარუშლიდა ხელს იმას, რომ ჩაედინა ის, რაც ჩაიდინა, ხო? ესე რომ ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. მე მინდა გავახსენო ამ ხალხს, რომ ესე იგი დღეს რო ლაპარაკობენ, ესე იგი ვთქვათ, მასობრივი დაპატიმრებაზე, გაიხსენონ, რამდენ ადამიანს იჭერდნენ, როგორი ფორმით იჭერდნენ ამ ადამიანებს, როგორ ანთავისუფლებდნენ ამ ადამიანებს, მერე და რასთან იყო დაკავშირებული დასაბუთება მათი დაჭერის. ეს კი მეგობრებო, კითხვაში რომ როცა არის აჟიოტაჟი მასობრივ დაპატიმრებებზე, როცა არის ამის გამოძახილი საზოგადოებიდან, თუმცა იმ კვლევების არ იყოს, როცა რაღაც კვლევებს ესე იგი ცდილობდნენ რომ შეეჩეჩებინათ მოსახლეობას და მოსახლეობა მიცოდა უფრო რეალური სურათი, ახლა როცა სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი არ არის ქვედა დონეზე ვიღაცა ხომ არიან ადამიანები პასუხი ჯერ ხომ პასუხი არავის არ უგია. ჯერ არა. არ უგია ხომ და ანუ მე არ ვარ დაპატიმრებს, მაგრამ პასუხი გაგება რაღაცა გარკვეულ დაპატიმრებასაც გულისხმობს, ხო? ხო, მაგრამ ასე აქ როგორი კიდე ერთხელ მინდა ეს გავემეორო, რომ ჩვენ დღეს ასე იგი როგორ ეს ამ ხელისუფლებას მოეთხოვება, რომ აბსოლუტურად მართლა გამჭვირვალეთ, აბსოლუტურად დასაბუთებულად, აბსოლუტურად გამართულად უნდა ჩატარდეს პროცესი, იმიტომ რომ აღიარებით ჩვენებაზე პროცესების წინააღმდეგი და აღიარებით ჩვენებებზე აგებულ პროცესების წინააღმდეგ მიცა ხალხამ ხმა. თორე რომ ამბობენ რომ მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი არ არის ეგ თლად. კი, ბიზინა ივანიშვილი ძალიან დიდმა პროცენტმა მისახმა და ეს დიდი ფაქტორი იყო, მაგრამ იმასაც მიშას წინააღმდეგაც მისახმა. ნაციონალური მოძრაობის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მსგავს რაღაცებს აკეთებდა და ამან ძალიან ბევრი ოჯახისზე გაიარა. გაიგე, ეს აკლემი ბევრ ხალხის წინ დაიჩოქა. ჩვენ ერთმანეთს ნაცსავებად, უყოლა 30000 პატიმარი ყავდა და ხედავ შენ რა არის. ყველაფერს თავი დავანებოთ, ესე იგი ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ტელეფონზე ვერ ლაპარაკობთ, ახლა მე და შენ ეს ყველა კარგად გვესმის, ესე იგი რაზე იყო ლაპარაკი, მე ტელეფონი არ გამომიტიშია 2 თვის განმავლობაში, აღარ გამომიტიშია, არ ამომიღია, არ ჩამიტენია, ესე იგი არ მომიშვია. არა, უფრო მეტიც გავიგე, ჩვენ ტელეფონი თურმე, ესე იგი ჩვენ სამ ტელეფონზე ლაპარაკობდით, შემოსულანდა ყველა კომპიუტერიდან თურმე სახელმწიფოს უღურებდა, ხო? ეს არის საშინელება. მე არა უფრო ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში ხდება, სადაც ხდება, მაგრამ ეს თუ არ არის კანონის ჩარჩოში გაკეთებული, ჩვენ საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. და მე ეგეთი განსამაგრო საზოგადოების უმეტეს ნაწილს აქვს აღანს ამოისუნთქვა ამ ხალხმა რა. ამ თვალსაზრისით. მე კიდე რაღაცას გეტყვი. ძალიან საინტერესო პროცესი მიდის, რომელსაც აი რატომღაც ყურადღება არავინ არ მიექცია. ხალხმა დაიწყო ფიქრი აი ჩემ გარშემო ძალიან ბევრმა ადამიანმა, ახალგაზრდებმა სხვათა შორის. ზოგი იყო მიშასაც საძლევდა ხმას, მაგრამ ხალხმა დაიწყო ფიქრი რა გააკეთოს. თავის მომავალ ბიზნესზე, საქმეზე დაიწყო. არეშინია ამ ხალხს. არეშინია ძალიან კაი ფრაზა იყო, რაღაც მეორე მომენტი გამახსენდა, შენ დამეთანხმები ალბათ, რომ ხალხს არეშინია ბიზნესის დაწყებაზე ფიქრი. მას არეშინია იმის, რომ ესე იგი დააჯარიმებენ, მას არეშინია რომ წაართმევენ რაღაცას. ეს განცდა და ეს გზნობა, ეს განცდა ადამიანებში, საზოგადოებაში არის. ბევრ ადამიანებში და ეს ერთობლივობა საზოგადოებაა. და მეორე დადებითი მომენტი კიდე ამის გარდა ხალხს არეშინია იმისი, რომ ხვალ მოbrunდეს და თქვას, იცი რა, ამ ხელისუფლებას რაღაც სწორედ არა. და მიდის ესეთი კრიტიკა, სხვა შორის ღიად მიდის ესეთი კრიტიკა, რომ იცი რა, კარგია. ეს რო შეიცვალა, მაგრამ ეს ვინ დანიშნა ეს რაღაც მოადგილეები ვიღაცებზე? მინისტრი, რა ვიშო? მიდის ეს პირდაპირ ლაპარაკი და ამას არ ერიდება. საზოგადოების წევრები მანქანაში, ტრანსპორტში, ტელევიზორში არავინ ამას არ მალავს. ეს ძალიან დადებითია. მე არ ვიცი ესე 2 წლის შემდეგ ჩვენთან იქნება თუ არა ევროპულ დემოკრატიაზე მაგარი დემოკრატია, მაგრამ მე ვხედავ რომ ესე იგი ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიის მიმართულებით. აი ამაში ვარ, რომ როგორ ვისაც გინდა იმას დაუმტკიცებ ამას, რომ ნამდვილად ესე მოხდა. ეთახმები და ანუ კითხვა რაც იყო 50 დღის შემდეგ, ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია თქვა, მას გეთახმები აბსოლუტურად, რომ ორი მნიშვნელოვანი გარღვევა რაც მოხდა. ხალხს აღარ ეშინია და გრძელვადიანად და ხალხი გააქტიურდა
და აღარერიდება ხალხი. პოზიტიურად გააკეთებს. განორჩეულად იმისა მიცა ოცნება სხვა თუ არ მიცა, შეულებურად გამოდის ეუბნება რომ შენ რომ მინისტრი ხარ და შენ რომ პარლამენტის წევრი ხარ, კეთილი ირებები მომისვენი არ მომწოხარ შენი ეს გადაწყვეტილება გადაგირჩევს თუ ელა ქუჩაშიც გამოვალ და საერთოდაც თავი იცადის ესე თქვა აღარ ახარ შენ რაღაცა შენ ჩემი მომსახურე ხარ და აღარ გიმღერებ ჰიმნებს და ესა მაგარია და ძლიერია და რაღაცა და აღარ იქნება ეს სიტუაცია. ეს 50 დღეში ეს გამოიკვეთა. პომპეზური ტყვილი სხვა შორის ესე იგი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ორი სერიოზული გამოსვლა ჰქონდა ერთი პრესკონფერენცია და ერთი სერიოზული გამოსვლა კრიტიკულად შეფასდა ძალიან ბევრი ექსპერტის მიერაც კი მე ძალიან დადებითად შევაფასე გესმის რომ ესე იგი ეს არის სულაც გულწრფელი ჩემი შტაბეჭდილება რატომ იცი რა ბევრი შეცდომები დაუშვა ქართულში რაღაცები აურია კი ამაში გეთახმები ხო შეიძლება ძალიან ლექსიკა ესეთი გამართული ქონოდა და ეს იყო ყველაფერი გამოსვლა ქონოდა ესეთი ხმამაღალი და ესეთი გვინახია ძალიან ბევრი მაგრამ ტყვილი აქ არ იყო არც ერთი ტყვილი რაზეც ამბობდა ეს კაცი მართლა ამბობდა და გულწრფელად ამბობდა რაღაცაზე უკან დაიხია რაღაცებზე მაგრამ უკან დაიხია დასაბუთებულად დაიხია უკან და ამიტომ მე მომხრე ვარ ვიცოდეს სიმართლე მე მომხრე ვარ დავინახო გულწრფელობა და მომხრე ვარ ესე იგი მე უნდა შეგნებულად დავინახო ის რომ საქმე რო კეთდება ამას დრო ჭირდება და მე არ ვამბობ რომ ესე იგი მოუცადოთ დავიცადოთ ვაკრიტიკოთ მაგრამ დავინახოთ რომ ჩვენ სხვა სინამდვილეში სხვა ვითარებაში ვცხოვრობ და ამ სხვა ვითარებას სხვანაირი შეფასება ჭირდება აი ეს 50 დღიდან დახალახული შეფასება ეს არის ის ჩვენ დავინახოთ საზოგადოება მე 50 დღის მე როგორ ხედავთ ყველამ უნდა კარგად ვიფიქროთ შევაფასოთ და ამავე დროს ის პირველი ნაწილიც არის კავშირში დავინახოთ ამავე დროს როგორ შეგვაფასებენ გარედადაც მე ჩვენ შევხედოთ რატო გვაფასებენ იმიტომ ჩვენ სწორად დავინახოთ თუ არასწორი შტაბეჭდილება შეიქმნა მაგრამ ამ ორი მასში ალბათ პირველი რაც ვთანხმდები და დანარჩენებზე ეკონომიკა და იქით დღის შემდეგ ვილაპარაკოთ ადამიანები თანათან შევხვდებით საზოგადოება რომელსაც თვით შეფასების უნარი თავისუფლად შეგვიძლია ალბათ ეს შეიძლება გაგვიჩნდა და ძალიან კრიტიკულებიც ვიქნებით ჩვენ შეგვეძლება 100 დღის შემდეგ ვილაპარაკოთ გულწრფელად ეხლა ძალიან გადავაცილეთ ვასიკო რომ პოზიტივი გაცილებით მეტია და ჩვენ ამ პოზიტივზე აი ეს მინუსი გვაქვს რომ ჩვენ პოზიტივზე ნაკლებად ვლაპარაკობთ ისი რა ცოტა ეს იმპონირებას მიკეთებს რომ ესე გესია მაგრამ პოზიტივი დავასრულეთ რომ გთიშავენ ამ პოზიტივით დავასრულოთ და ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათზე